მე ვარ დათო ახვლედიანი 12 წლის. სწავლობ მახინჯაურის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთი, წიგნის კითხვა და მუსიკა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს მუსიკა. სწავლობ მუსიკალურ სკოლაში და ვარ მეხუთე კლასში. უკრავ პიანოზე, საყვირზე და ფლეიტაზე. თავიდან შევედი ჩემი სურვილით პიანოზე სიარული მინდოდა და რო გავიგე ფლეიტა იყო, დამაინტერესდა და ფლეიტაზე შევედი. ყველაზე რთული ინსტრუმენტი მგონია საყვირი, რადგან კბილები უნდა გქონდეს კარგი და ტუჩები და ტუჩებზე თუ რაიმე დაგემართა ვერ დაუკრავ. პიანოს დაკვრის დროს ყველაზე რთული თავიდან იყო დიდი აკორდის აღება. ყველაზე ადვილი იყო ნოტების შესწავლა. ჩემი საყვარელი კომპოზიტორია ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. სხვათა შორის ზოგჯერ მეც ვთვლობ მუსიკის დაწერას. უფრო გამომდის საყვირზე, მაგრამ ჯერ ძიებაში ვარ. მუსიკაში ჩემი მასწავლებელია ოთარ გუნდაძე. ის არის მეგობრული, ხიარული და გამგებიანი. პიანოზე დაკვრას მასწავლის დალი ჭანტურია. ძალიან ლამაზია, ყურადღებიანი და მთლიან ენერგიას დებს ჩემში. დალი მასწავლების და ოთარი მასწავლების დამსახურება, რომ ასე ძალიან შემიყვარდა მუსიკა. უკვე მქონდა 4 კონცერტი, ყველაზე მეტად მომეწონა მეოთხე კონცერტი, რადგან ვფიქრობ, რომ ყველაზე განსხვავებულად დავუკრავე. დიდი სიუცე არ იყო, მაგრამ რაც შესაძლებელი იყო, ბევრი ადამიანი ესწრებოდა. პიანოზე და საყვირზე დავუკარი და არ შევარცხუნე ჩემი მასწავლებლები. ახლა კარგი მუსიკოსი ვიყო, ჩემს სოლო კონცერტს ვისურვებდი იტალიაში. ჩემი გეგმა არის, რომ ჩავაბარო კონსერვატორიაში და გამოვიდე ცნობილი მუსიკოსი. მე ასევე მიყვარს ფეხბურთი და ვთამაშობ მეგობრებთან ერთად. ყველაზე კომფორტულად თავვხსნობ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე. თვითნასწავლის პირობაზე ძალიან კარგად ვმატავ. როგორც ყველა ფეხბურთელს, მიყვარს გოლების გატანა და გამაქვს ბევრი გოლი. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 90-მდე გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. როდესაც მე ბურთი მომცეს, კვარასნაირი გოლი გავიტანე, მაგრამ თლად კვარას გოლს არ გავდა. კვარა შევიდა საჯარიმოში, მაგრამ მე დავარტყი საჯარიმოს გარედან, თუ იცით სონ ჰიუმინი. აი მასეთი მოვჭერი და როდესაც დავარტყი ძალიან მოიჭრა და პირდაპირ ცხრიანში შევიდა გოლი. მე კარი გადახტა, მაგრამ ისე კარგად დავარტყი ვერ აიღო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ლიონელ მესი და საყვარელი კლუბი ბარსელონა. საქართველოს ნაკრებში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი 19 ნომრით. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ყავს ძალიან კარგი კლასელები და მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ნიკა ბათაძე. ყველაზე ჭკვიანია გიორგი უსუფიცი. ყველაზე მშვიდია ნატალი მგელაძე. ყველაზე ბედნიერია ანდრია ზიბზივაძე. მე ვარ ყველაზე სიმპათიური, მეგობრული და ნიჭიერი. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 27 წლის. შვილებს დავარქვამ გაბრიელას და თეიმურას. თუ კიდევ მეყოლებოდა შვილები, დანარჩენს ჩემმა ცოლმა დაარქვეს. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია მზიული მგელაძე, იმიტომ რომ ყველასგან განსხვავებულია. არის გამგებიანი, მეგობრული და თბილი. ახლა მინდა რომ ვიყო 15 წლის, რადგან მომწონს თინეიჯერობა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი და. კიდევ მინდა რომ მყავდეს ერთი ძმა და ერთი და. ჩემი და არის 6 წლის და ქვია დეა. ის არის ფრანჭია, მეგობრული და ნერვების მომშლელი. ნერვებს მისლის როცა გაკვეთილებს ვამზადებ. მოდის და მეუნევა მეც მინდა წერა და მართმევს ველს და პასტას. ჩემი აზრით დია რო გაიზრდება, გამოვა მოცეკვავე. მამა ჩემი არის სერიოზული, ტკივიანი და ჩემსავით სიმპათიური. ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია რომ სულ თბილ სიტყვებს ეუნევა და საჩუქრებს შუქნის. დედიკო არის ლამაზი, ტკივიანი და მზრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული აჩმა. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხინკალს, მით უმეტეს რომ ხინკალი არის ჩემი საყვარელი საჭმელი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის ტომ სოიერის თავგადასავალი. საყვარელი მწერალია ნოდარ დუმბაძე. მე ასევე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმი არის შურის მაძიებლები და ცეზარი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს გავაერთიანებდი საქართველოს და გავავწყინებდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გაუფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გაუფრინდებოდი ილონ მასკთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვტოვებ ასეთ შეკითხვას. დროში მოგზაურობამ შეეძლოს, სად იმოგზაურებდა და როდის? მე მაგალითად ვიმოგზაურებდი 35 საუკუნის საქართველოში. ჩემი ოცნების საჩუქარია ძალიან კარგი საყვირი. ბედნიერება არის დიდ სცენაზე დაკვრა და ოჯახთან ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.